რამდენიმე დღის წინ 1 აპრილს რუსეთში სრულად აკრძალეს Telegram-ი. რუსეთში WhatsApp-ი უკვე აკრძალულია თებერვლიდან, მანამდე აიკრძალა Viber-ი, Discord-ი, Signal-ი, Facebook Messenger-ი, ვაფშე ზოგადად Facebook-იც აკრძალულია, ისე როგორც Instagram-იც აკრძალულია, X-იც აკრძალულია, ეხლა იკრძალება VPN აპლიკაციები, YouTube-ი არის პრაქტიკულად აკრძალული, de facto აკრძალულია, იმდენი პრობლემები აქვს. ხოლო ისე ფორმალურად არსებობს, მაგრამ რეალურად 2022 წელს დამოყოლებული ასევე პრობლემები აქვს და ასევე მკაცად შეზღუდული არის TikTok-ი. სრული პიზდეცია ამ მხრივ. მაგრამ ჩვენთან შანსი არა ხო, რომ ეს მოხდეს, ჩვენ ხო მაგრები ვართ, მაგას აღარ მოვითმენთ. ნახეთ ეს ვიდეო. საერთოდ სესილი ბუთხუზი თავისთვის დგას ფართო ტროტუარზე. გვერდით ხედავთ რუსთაველის გამზირს, უშუალოდ სავარ ნაწილს, სადაც ტრანსპორტი მოძრაობს. ამ ვიდეოში ასაც ხედავთ, ამის გამო სესილი დააპატიმრეს 3 დღით. ეს სხვა ვიდეოა. ამასაც უყურეთ. ეს არის მიხეილ ზაქარიაშვილი. ხედავთ, სადაც დგას ისე ტროტუარზე. არაფერს არ აშავებს. უბრალოდ დგას თავისთვის და აი ამ ვიდეოში ასაც ხედავთ მაგის გამო დააპატიმრეს 5 დღით. 5 დღეზე იზოლატორში ამის გამო. ეს კიდევ სხვა ვიდეოა. აქ ვისაც ხედავთ. ეს არის ანიკის ტაური, შეიძლება მისი დაკავების კადრებიც გქონდეთ ნანახი, იმიტომ რომ საკმაოდ გავრცელდა სოციალებში. ხედავთ, სად დგას, რას აკეთებს. ვერ ხედავ. მაგრამ ხედავ, რომ ყველა ტროტუარზე დგანან იქ ვინც ჩანს ამ კადრში. რამეს აშავებენ, რამეს აფუჭებენ, რამეს საშიშროებას ქმნიან. აი ამ ვიდეოში ასაც ხედავთ, ამისთვის ანი დააპატიმრეს 2 დღით და ციხეში იჯდა გოგო. აი ამის გამო რასაც ხა აქ უყურებთ ტროტუარზე მდგომი ხალხი, ხო, მეტი არაფერი. ეს კიდე სხვა ვიდეოა. ეს არის მარია მელიქიშვილი. შეგიძლიათ ნახოთ სად დგას, რამდენად შორსაა ეგრეთ წოდებული ტრანსპორტის სავალი ნაწილისგან. ნახეთ რას აკეთებს. როგორ იქცევა, რამდენად საშიშია. და კი მარიამიც დააპატიმრეს 2 დღით. აი ამისთვის, რასაც ამ ვიდეოში ხედავთ. იჯდა ციხეში. კიდევ ერთი ვიდეო. ეს უკვე მეგიდია სამიძია. ხედავთ სად დგას. ხედავთ რას აკეთებს. ხედავთ მისგან მარცხნივ რამხელა სივრცეა, ხალხი დადის, რა ვიცი, ტანკი გაივლის, რა ვიცი, ფეხით მოსიარულე. მაგრამ მეგის დაიჭირეს 2 დღით სავალ ნაწილს ხერგავდიო. აი ამ ვიდეოში ასაც ხედავთ, მან ჩანს თურმე რომ ხერგავს სავალ ნაწილს. კონკრეტულად აი ამ ვიდეოს გამო ეს იყო მტკიცებულება. ჩასვეს ციხეში. სხვა არაფრისთვის. ყველა ეს ვიდეო შესაბამისი საქმეების მტკიცებულებებიდან არის აღებული. ამ ზუსტად იგივე მიზეზით დაიჭირეს, რო არ გეგონოთ რომ მარტო ეს 5 ადამიანია. მარიამ მაძღარაშვილი, ჯუმბე რობაქიძე, თორნიკე ჯანდიერი, ნუკრი კაკულია, ლაშა კაკოიშვილი, ზურა მანჩხაშვილი, ზვიად ჟავანაძე, ლუკა ნაგლიაშვილი, ლევან ჟვანია, ნიკოლოზ სიხარულიძე, ილია ღლონტი, მარიამ ყიფიანი, დიმა ჭამბურია, დავით ადუაშვილი, სანდრო მეგრელიშვილი, გიორგი ბულუა, ვახო რამიშვილი. ეს არის რაც მე მომიძებნეს, რო თხოვე ჩემს რომ მოეძებნათ, იმიტომ არა ვარ დარწმუნებული სრული სია შეიძლება იყოს. შეიძლება გამოგჩა ვინმე. ეს ადამიანები არავის არაფერს უშავებდნენ, ისინი უბრალოდ იდგნენ ტროტუარზე. და ტროტუარზე დგომის გამო დაიჭირეს, გაასამართლეს, ამის გამო დასაჯეს, წაართვეს ცხოვრების დღეები, ჩასვეს ციხეში და გამეორების შემთხვევაში ემუქრებიან 1 წლის ციხეში გაშვებას. ამაზე რეჟიმი გვეუბნება, რომ ასეთი კანონები არსებობს ყველგან. კი, მსგავსი კანონები ნორმალურ ქვეყნებშიც არსებობს, მაგრამ იმ ქვეყნებში არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო და ადამიანებს ამის გამო რაც ამ ვიდეოებში ნახეთ ციხეში არავის არ სვამენ. საერთოდ არ სჯერან თუ ციხეში არ სვამენ, საერთოდ არ სჯერან, ამაზე სასჯელი არ არსებობს. ტროტუარზე დგომისთვის სასჯელი უბრალოდ არ არსებობს. არანაირად იმ ქვეყნებში კანონი არ არის რეჟიმთან დაპირისპირებული ადამიანების დასჯის ინსტრუმენტი და იარაღი. ხო, და რატო ვილაპარაკე ამდენი, რომ თუ ტროტუარზე დგომა არის დანაშაული, მაშინ პროტესტი არის საერთოდ შეუძლებელი და თუ რეჟიმ შეუძლია თქვას ასეთ შემთხვევაში შენ გზას კეტავ, მაშინ მას შეუძლია ყველას დაჭერა.
ყველას ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, სადაც არ უნდა იდგე საქართველოს ტერიტორიაზე. ამის გააზრება არის ძალიან მნიშვნელოვანი. გუში მითხრეს, რომ ხალხს არ ჯერაო, რომ ტროტუარზე დგომის გამოიჭერენ ადამიანებს. აგერ ნახეთ, კონკრეტული ვიდეოები განახეთ სპეციალურად მაგის გამო, რომ დაიჯეროთ, რომ ტროტუარზე დგომის გამო ადამიანებს სვამენ ციხეში ამ ქვეყანაში. კი, ესეთი ქვეყანა არის, ეს ქვეყანა უკვე. და ისე რუსეთს რომ დაუბრუნდე. იქ დღეს აკრძალეს რაღაცა სოციალური ქსელებით, რომ გუშინ აკრძალეს ქუჩა. და მანამდე აკრძალეს რაღაც ოპოზიცია და კიდე ბევრი რაღაცეები. აქაც გავდივართ უბრალოდ იგივე გზას. ის არ არის რაღაც ჰიპოთეზა, რომელსაც სჭირდება დამტკიცება. ეს არის კონკრეტული პროცესი, რომელიც უკვე წლებია დაწყებულია ამ ქვეყანაში. გუში გზა, დღეს ტროტუარი, ხვალ იქნება შენი მობილური. შემოვლენ და გიგზავნენ სოციქსელებს. რა თქმა უნდა, არავინ არ აპირებს ტროტუარის დათმობას, მაგრამ არ გავს ეს ყველაფერი რუსეთს. თვითონ მაყურებელმა გადაწყვიტეს ეს. მეჩვენება